თეთრი სახლის სიუნეზე თუქსუს მონაწილეობის მიღება კი დიდი სიამოვნებით. გამოდის, რომ ბრძოლები ისე უნდა დაგეგმო ივლისისთვის მოასწლა რა? როგორც უკვე გითხარი, მარტო 6 დღე მჭირდება ბრძოლისთვის რომ მოვემზადო. და მე პრობლემა არ მაქვს. ორჯერაც რომ მომიწიოს მზად ვარ. დეკემბრამდე თუ იქნება, ასე გარ რამე პრობლემა. მე მიყვარს ბრძოლა. UFC-ში ჩხუბი ჩემთვის დიდი პრივილეგიაა. და ისეთი ღონისძიება, როგორიც თეთრ სახლშია, საოცარი იქნება. ახლა კაცების დივიზიონში ერთადერთი ამერიკელი ჩემპიონი მე ვარ. მართალია ქართველი ვარ, მაგრამ ამერიკის მოქალაქეობა მაქვს. ახლა მიიღე, ხო? კი, ახლახანს მივიღე მოქალაქეობა. ანუ ახლა ერთადერთი ამერიკის მოქალაქე ჩემპიონი შენ ხარ. დიახ, ასია. ეს ერთხელ უკვე ვთქვი ინტერვიუში. ამას ყველგან უნდა ამბობდე. მე ვთქვი, რომ კაცების დივიზიონში ერთადერთი ამერიკის მოქალაქე ჩემპიონი მე ვარ. ამერიკელი არ ვარ, მაგრამ მოქალაქეობა მაქვს. მერე ვიღაცამ დამიკომენტარა, შენ ამერიკის მოქალაქეობა გაქვს, ესე იგი ამერიკელი ხარ. რაზეც უპასუხე, რომ დიახ, ამერიკელი ვარ. ვის ფიქრობ, ვინ იქნება ამ ქალზე? კონორმაც გამოთქვა სურვილი. მისი დაბრუნება ადრეც ბევრჯერ განიხილებოდა, მაგრამ ეს არ მოხდა. ამჯერად ის მომენტია, როცა ამდენი ხნის განმავლობაში პირველად დაუბრუნდა ვარჯიშს, რაც კონორისთვის დიდი ამბავია. გეთანხმები, ეს დიდი ამბავია. ფიქრობ, ახლა ნამდვილად მოტივირებულია. ნახე მისი სპარინგი? იტალიაში გულისხმობ? გონი დიახ, იტალიაში იყო, რამდენიმე დღის წინ ბავშვთან სპარინგობდა. ჩინეთში, როდესაც ვიყავი, მის მეგობარს შევხვდი, ტელეფონით ვესაუბრე და ერთად ვარჯიში შემომთავაზა. მე უპასუხე, რა პრობლემაა კონორ, ვივარჯიშო, დიდი სიამოვნებით ვივარჯიშებდი შენთან ერთად. თუმცა უთხარი, რომ ჯერ ჩხუბები მიწევს და სხვაგან წასვლას არ ვაპირებ. გვეგაში ვიქნები და ამ ჩხუბის შემდეგ კიდევ ერთი ბრძოლა მინდა გავმართო ამ წელს. შემდეგ შემიძლია ვესტუმრო, შეტყობინებას გაუგზავნი, ერთმანეთი ინსტაგრამზე ყავს გამოწერილი და ეს პრობლემა ნამდვილად არ იქნება. მაგარი იქნება, ირლანდია შევიყავი მასთან, ვიდეოს გადასაღებად. მის ბას ვესტუმრეთ, მხიარული და კარგი ადამიანია. ძალიან ენერგიულია ძმაო. დიახ, როდესაც მასთან ვიყავით, ღამის განმავლობაში სამჯერ გამოიცვალა ტანსაცმელი. ერთი ვიდეოა, სადაც ერთად ვარჯიშობთ, როგორც გულშემატკივარი. ამას კიდევ ერთხელ დიდი სიამოვნებით ვნახავდი. დიახ, იმედია ასეც მოხდება. თეთრ სახლში გამოსვლა მისთვის კარგი იქნებოდა. მოუთმენლად ველი მის ნახვას. ასევე ჯონ ჯონსი, მასაც დიდი სიამოვნებით ვნახავდი თეთრ სახლში. თეთრი სახლის ქალს ასე დავაკომპლექტებდი. მაკგრეგორი ჩენდლერის წინააღმდეგ. ჩენდლერი თუ დიაზი? რაღაც საუბრებია მგონი დიასზე. ნიშნულობა არ აქვს. კარგი, გავაგრძელოთ. კონორი თეთრ სახლში, ასევე ჯონ ჯონსი ნებისმიერის წინააღმდეგ. ნიშნულობა არ აქვს ვინ იქნება. ის საუკეთესოა. ნიშნულობა არ აქვს ხალხი რას იტყვის. ზოგი ამბობს, რომ მას ეშინია, მაგრამ იცი რა? ის საუკეთესოა და ეს კაცი იმსახურებს პატივისცემას ძმაო. დიდი ხნის განმავლობაში იყო ჩემპიონი, რაც ხომ ვერავინ შეძლო. არაფერი აქვს დასამტკიცებელი. ახლა თუ მასპინალი გამოჩნდა, რა თქმა უნდა დიდებული ჩემპიონია, მაგრამ ყველა ჯონზე საუბრობს რაღაც სისულელეებს. გეთანხმები? სიგიჟია თუ როგორ შეურაცხყოფას აყენებს ხალხი მას. ამას არ იმსახურებს. ვისაც უნდა და როცა უნდა იმასთან იჩხუბებს. თუ უნდა შეუძლია იჩხუბოს. თუ სხვა პირადი პრობლემები აქვს, ეგეც თავად უნდა მოაგვაროს. დიახ, მაგრამ გულშემატკივრის გადმოსახედიდან თუ შენაცვლებ კარიერას, უნდა განაცხადო ამის შესახებ, რომ შენ დაამთავრე. როგორც ხაბიბმა გააკეთა და ჯონსმაც ახლახან გამოაცხადა ამის შესახებ. რადგან თუ შენ ამას არ იზავ გულშემატკივარს, ყოველთვის ექნება მოლოდინი, რომ როდესმე ისევ დაბრუნდები და იჩხუბებ. ხაბიბმა ეს თქვა და აღარ თუ ჩხუბია იმის შემდეგ. ხაბიბის შემთხვევაში ყველაფერი სხვანაირად მოხდა. მამამისის გარდაცვალების შემდეგ დედამისმა სთხოვა, რომ აღარ ებრძოლა. შემდეგ ხაბიბმა პირობა მისცა, რომ მხოლოდ ერთ ბრძოლას გამართავდა და შემდეგ დაასრულებდა კარიერა სამუდამოდ. ის ასეც მოიქცა, რადგან სიტყვის კაცია. ეს მისი გადაწყვეტილება იყო, მისი რწმენა და გააკეთა კიდეც.
მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბრძოლა მასაც ენატრება, რადგან ყველა მებრძოლისთვის ძნელია კარიერის დასრულება. ბევრი მებრძოლი, ვინც ეს გააკეთა, ისევ დაბრუნდა. მაგალითად, ჩემი მეგობარი, კრის ვეიდმანი. მან კარიერა დაასრულა, მაგრამ ისევ დაბრუნდა და ახლა ბედს გრეპლინგში ცდილობს. მაიკ ტაისონიც კი 56 წლის ასაკში დაბრუნდა, ხომ? დიახ. მებრძოლისთვის ძნელია კარიერის დასრულება. შემეძლია წარმოვიდგინოთ ჯონ ჯონსის სიტუაცია ახლა. მე ვინ ვარ ახლა გავხდი ჩემპიონი, მაგრამ მაინც ვიტყვი. ბრძოლის გარდა ბევრი გამოწვევაა ცხოვრებაში, რომლის დაბალანსებაც ძნელია.